გასახდელში YouTube ლიგაზე სასაცილო არაფერი არ გახსენდება, მაგრამ რა მომხდარა ისეთი, რამაც გუნდი შეკრათ. თუ მომხდარა ეგეთი სიტუაცია, რამე რომის დროსაც ხო, აგებდით მაგალითად, მაგრამ გუნდი შეკრული იყავით, მერე გასახდელის მერე. არა, ისი რა ხდებოდა, სხვათა შორის ამ YouTube ლიგაზე არც ერთ თამაში იყო, არ იყო, რომელსაც ვაგებდით და შემოვაბრუნეთ რა. ანუ თემა რა იყო, გეტყვი ხა, მწვნელი ისე გვათამაშებდა, რომ აი გოლი არ უნდა გაგუშვა, თორე გოლს რო გაუშვებდით რა, მე მორჩა. აი იმასეს პირველ თამაშზე რაც წავაგეთ, აი გოლი რო გავუშვით, აი მოიშალა გუნდი. და ამიტომ გოლს არ უშვებდით ხოლმე რა. ან ძალიან სწრაფად უნდა გაგვეტანა. რა უშოთ იმ წნეხში არ ყოფილიყავით რა. ხოდა თავარი იყო რომ არ გაგვეშვა გოლი და ბევრი ისეთი თამაში იყო რომ პირიქით შემოგვიბრუნეს რა, ანუ ვიგებდით და აქეთ შემოაბრუნეს სხვებმა რა და მაგას ვაკეთებდით ხოლმე რომ თავიდან თამაშს ვკეტავდით მთლიანად რა. კალათბურთში game winner თუ ჩაიგდია. არა. ფეხბურთში. კალათბურთში მაგ რაღაცა ჩემპიონატი იყო. ზუსტად არ მახსოვს, სკოლებს შორის იყო თუ ქალაქებს შორის იყო, პატარა ვიყავი. და მაგ ჩაგდებული, მაგ ძალიან ბევრი ქულა 52. ხო. კომის რეკორდზე გამახსენდა რომ 10 ქულიანი ვისო და 10-ვე ჩამივარდა რა. და ორ ქულიანებიც თითქმის არ გამიმაზია რა, შესრულებით. ძალიან მაგარი შედეგი. ხო და ანუ რაღაცა იყო რა, რაღაც მოხდა, არ ვიცი. ხობა, ანუ გულშემატკივრებიც იყვნენ მაგ თამაშზე ბევრი. აი ეს სკოლებიდან მგონი რა. იმ დღეს ან წინა დღეს რამე განსხვავებული ხო არ მოხდა შემთხვევაში? მოხდა რაღაც დაემთხვა. კარგად ანუ აი ხო რჩებოდი ხოლმე რომ ვისროდი. და ეთყობა დაემთხვა რომ კარგად წავიდა რა ხელი. მაგარია. ძალიან მაგრა მე თვითონ გამიკვირდა მაგრა ასწორებს რა მაგარი შედეგი არის. კი, ძალიან მაგარი შედეგია 52 გოლა თანათიდან 13-იანი ძალიან მაგარი შედეგი. ბავშვებმა კარგია რა. მაინც მაგარი შეგრძნება არის რა. თუ გახსოვს შენი პირველი ჩაგდებული ბურთი? არა. პირველი გატარილი გოლი? არა, ეგ ეს არ მახსენდება ეს. YouTube ლიგაზე არ გამიტანია გოლი რა. ძალიან რთულია ჩემი პოზიციისთვის ამხანაგურებში გამიტანია. ისე არა. პენალიც დავარტყი და ისიც გამომაზე დაჟე. პირველი გოლი რო გაიტანე, როგორი შეგრძნება გქონდა? სად? ამხანაგურზე თუნდაც. არაფერი ამხანაგურს არ უყურებ რა. ისეთი არაფერი რა. იგი ხარია, მაგრამ იქ თამაშზე არის მაგარი. ცოტა ისე აღნიშნით და ყველაფრით. ყველაზე მაგარი რჩევა რა მოუციათ შენთვის ან მწვრთნელს ან უბრალოდ მეგობარს რომელსაც ეთამაშებოდი, უფროს მეგობარს რომელსაც ეთამაშებოდი, რამაც შეგიტრიალა ხედვა ან სპორტის მიმართ ან ცხოვრების მიმართ. არ მახსენდება. მართლა მახსენდება. შენ გზას მიყვები? კონკრეტული არა, რაღაცა კონკრეტულები ეგრე არ მახსოვს ხოლმე რა. რაღაცა აი მაში მაღალი ბურთი როგორ უნდა მიიღო და დაბალი როგორ უნდა მიიღო და ეგეთები არა, ეგ არის პატარა დეტალი. ხო, და ეგეთ დეტალები და ისეთი არა. ესეთ ცხოვრებისეული არაფერი რა. ესეთ სერიოზულ დონეზეც ხდები არ ყოფილა რა ჩემი სპორტთან კავშირი და სპეციალისტები არ მასწავლიდნენ ესე. თუმცა ორჯომში ვინც იყო, ერთ-ერთი კარგი მწვრთნელი იყო რა და უბრალოდ შეიძლება მე არ ვაკვირდებოდი ისე შევა უთქვია რა. არის ზუსტად ვერ გეტყვი. არ მახსოვს რა. კარგი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე მგონი ბოლოსკენაც წავედით.
მოვუწოდებ მაყურებლებს რომ გამოგვიწერონ და აუცილებლად გამოიწერეთ ლევანის არხი და მით უმეტეს ახალ პროექტს იწყებ და ამ პროექტის წარმატებებს გისურვებ და მოვუწოდებ ხალხს რომ ბევრმა გიყუროს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ სივრცეს ამ სივრცეს რომ სივრცეშიც ვართ პოდკასტ არეაში მადლობა ლევან სტუმრობისთვის წარმატებებს გისურვებ შენს წინსვლას და ნუ სპორტის განხრით კარგია თან რაღაცა შენი რაღაცა პროფილი გაქვს რომ ახალგაზრდა ადამიანებს მისცე რჩევები ხო ეს არის მიზანი და რავი გისურვებ ეს მიზნები მიგეხციოს ბოლომდე რა რაც გაქვს ჩაფიქრებული ეს პოდკასტი მადლობა ძალიან დიდი ისახავს მიზნად ის განგეხორციელებინოს და წარმატებები მადლობა დიდი